მე მახსოვს რომ მთელი ჩემი კარიერა მახსოვს რომ მილოცავდნენ გამარჯვებას ჩემპიონობას და გამარჯვებას და დღეს მე ვფიქრობ რომ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება არის იმიტომ რომ ცხოვრება არ არის ისეთი ნათელი ფერებით მოფენილი როგორცაც ჩვენ გვიხატავენ ხოლმე ხშირად ცხოვრება არის მრავალფეროვანი და ის მოლოცვა რაც ახლა თქვენ მომილოცეთ 100 ჯერ აღემატება იმ გამარჯვებების სიხარულს რაც შეიძლება დღეს მე ვგრძნობდი და სიცოცხლეს კიდევ სხვანაირად ვაფასებ მე მინდა ყველა სპორტსმენის ყველა ღვაწლმოსილი ადამიანის და დიდი გზა გამოვლილი ადამიანის სახით მადლობა გითხრათ იმისათვის რომ თქვენი ოჯახი ემსახურება ამ პროპაგანდით რომელსაც მომავალი თაობის სწორი აღზრდა და ის იმ გზის ჩვენება არის რომელთაც ეროვნული ღირებულებებით სახელმწიფოებრებაც უფრო დაცული იქნება იმიტომ რომ თუ ჩვენ მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებს რომ მას თავდაცვის უნარიანობა ექნება იმ დონეზე როგორც სახელმწიფოს სჭირდება ამის პროპაგანდას აკეთებ თქვენ მინდა რომ მადლობა გითხრათ და არც გქონდა უფლება რომ სხვა ექსკლუზივი სხვისთვის დამეთქვა და პირიქით მადლობა ყველაფერი შემთხვევით არ ხდება პირველი რაც რომ მოხდი საპრობილეში პირველი ეს ვიფიქრე რომ ეს ის სამყაროა რომელიც მე წიგნებიდან ვიცოდი ფილმებიდან ვიცოდი და სხვადასხვა რამს სმენია იყო შიში მე დათო გეტყვით იმას რომ ადამიანისთვის სიკვდილი უფრო ადვილია ვიდრე თავისუფლების აღკვეთა და იმ მდგომარეობაში ყოფნა რა მდგომარეობაშიც მე მოხვდი გამარჯობათ მოგესალმებით დღეს ექსკლუზიური სტუმარი გვყავს ახალხანს განთავისუფლდა ციხიდან და მიულოცო მინდა ლუკა კურტანიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვეტერანი ფალავანი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუკა პირველ რიგში გილოცავ მადლობთ განთავისუფლებას მე მგონი თავისუფლების ფასი არაფერი არ არის ქვეყანაზე დიახ მე მახსოვს რომ მთელი ჩემი კარიერა მახსოვს რომ მილოცავდნენ ჩემპიონობას და გამარჯვებას და დღეს მე ვფიქრობ რომ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება არის იმიტომ რომ ცხოვრება არ არის ისეთი ნათელი ფერებით მოფენილი როგორცაც ჩვენ გვიხატავენ ხოლმე ხშირად ცხოვრება არის მრავალფეროვანი და ის მოლოცვა რაც ახლა თქვენ მომილოცეთ 100 ჯერ აღემატება იმ გამარჯვებების სიხარულს რაც შეიძლება დღეს მე ვგრძნობდი და სიცოცხლეს კიდევ სხვანაირად ვაფასებ ყოველ წამს, ყოველ გათენებას, ყოველ დაღამებას სულ სხვა ფასეულობით ვაფასებ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ ბედნიერი ვარ ყოველი წუთით, რაცაც მამა ღმერთი მაძლევს. ლუკა, მოდი ჯერ სპორტული კარიერა დავიწყოთ. და შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა თემებზე, სხვა საინტერესო თემებზე და ეს ექსკლუზიური ინტერვიუა. ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებით მეც და არა მარტო მეც ქართველი ხალხი ძალიან საინტერესო თემებზე მოგვიწევს დღეს საუბარი. თან გადაცემასაც საინტერესო სათაური ქვია ნიჭი თუ შრომა. მე სანამ თქვენ გააგრძელებდეთ მინდა რომ ჩვენი და ისტორიული მეგობრობა მინდა რომ აღვნიშნო. იყო დრო, როდესაც მამა უდიდესი ჩემი, რა ვიცი, დაუვიწყარი დრო, რომელიც მე თქვენს ოჯახთან მაკავშირებს და აი ეს რომ კიდევ ასე ვთქვათ მემკვიდრეობით აგრძელეთ მე მინდა ყველა სპორტსმენის, ყველა ღვაწლმოსილი ადამიანის და დიდი გზა გამოვლილი ადამიანის სახით მადლობა გითხრათ. იმისათვის რომ თქვენი ოჯახი ემსახურება ამ პროპაგანდით, რომელსაც მომავალი თაობის სწორი აღზრდა და ის იმ გზის ჩვენება არის, რომელთაც ეროვნული ღირებულებებით სახელმწიფოებრებაც უფრო დაცული იქნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებს, რომ მას თავდაცვის უნარიანობა ექნება იმ დონეზე, როგორც სახელმწიფოს სჭირდება, ამის პროპაგანდას აკეთებ თქვენ. და მინდა რომ ეს მინდა აღვნიშნო თან განსაკუთრებით, იმიტომ რომ თქვენ უკვე თაობები ემსახურებით ამ პროპაგანდას, რომელსაც სახელმწიფოებრივი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა რომ მადლობა გითხრათ და არც გქონდა უფლება რომ
სხვა ექსკლუზივი სხვისთვის დამეთმო. და პირიქით, მადლობა. ყველა არაფერი შემთხვევით არ ხდება. ასე რომ მადლობა უფალს, რომ თქვენთანა ვარ დღეს და ალბათ ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაც უნდა გაიაროს ყველა მებრძოლმა ადამიანმა ცხოვრებაში. აუცილებლად. სასაუბრო ბევრი გვექნება, პირის თუ გაგვიშვება, შეგვიძლია. კი ბატონო, აგერ Red Bull-ი გვაქვს, თან მე გზამიდევს ბორჯომის ხეობაში. დაგისხავ. ასე რომ მეხმარება იმაში, რომ ნამცხვარიც, კი ბატონო, ხიზლად ვიყო. შეგიძლია ნამცხვარი, საკონდიტრო მარონი. აი ეს ლამაზი ნახატი უკანად ჩვენ ფონს ამშვენებს. დიახ. კლოდმონე ცნობილი და თვითონ სასტუმროსაც კლოდმონე ქვია. ტყილა არ შეგვირჩევია. ძალიან ლამაზი სივრცეა ჩვენმა მეგობრებმა დაგვითმეს. მადლობა მათ ამისათვის. ეხლა კიდე უშუალოდ გადავიდეთ თქვენ სპორტულ კარიერაზე განვლილ ცხოვრებაზე. მაყოფილი ხარ თუ არა განვლილი გზით, ან რა დაგაგდათ, რაზე ოცნებობდით, რა ვერ აიხდინეთ? პირველ რიგში მადლობა უფალ ღმერთს, რომ რა გზაც გამოვიარე. იმდენად საინტერესო და იმდენად მნიშვნელოვანი გზა გავიარე, რომლის აღნიშვნა ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, საქართველოში ის გზა, რომელიც გზა გამოვიარე, არ იყო იავარდით მოფენილი, მაგრამ იყო ძალიან საინტერესო. და მე ჩემი თაობა აფასებდა ამ გზას ძალიან, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მხატვრულად. როდესაც მე დიდი ჩემპიონები ვნახე, პატარა ვიყავი მაშინ ძალიან, ეს იყო მოსკოვის ოლიმპიური თამაშები. აი მაგიდა იდგა და მაგიდის ქვევიდან ვხედავდი ტელევიზორს. იმ ასაკის ვიყავი ძალიან პატარა და მახსოვს ყოველთვის ვამბობ ამას, რომ ვახტანგ ბლაგიძე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მუხლები რომ მოიყარა და ხელები რო აღმართა და რა ვიცი ეს ალბათ ყოველთვის ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და დამახსოვრდა ეს კადრი. მე აღვიქვი, რომ ეს იყო ვახტანგ ბლაგიძე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, პირჯვარი გადაიწერა და მე ეს ისტორია მე წავიკითხე იან დიმოვის ესეთი უკრაინელი ებრაელი იყო, იან დიმოვმა, რომელმაც საქართველოს ფალავნები ასეთი წიგნი შექმნა, რომელიც ყველა ჩემპიონებზე იყო. და შემდეგ წლების შემდეგ აი ეს პატარა ბავშვი, რომელიც იმის მაგიდის ქვევიდან უყურებდა ტელევიზორს რო და რაღაც კარგი რაღაც ხდებოდა, მე აღვიქვი დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ ფანატიკურად ვიყავი და შეყვარებული სპორტზე, ერთი ბავშვობაში მეზობლები სულ პატარა რო ვიყავი და ჯმუხი მაჭიდავებდნენ და ერთი მეზობელი მყავდა ია ბერიძე. ისეთი იყო რა, გოგონა იყო და მე ოდა ხოლმე, არ ვიცი. და ხა ია არის ისეთი ნაზი ადამიანია დღეს და დღეს ოჯახი ყავს, ისეთი ძალიან თბილი და ძალიან მოსიყვარულე მეუღლე ყავს, ექიმი ადამიანია. და აი როდესაც ის ჟინი მქონდა, რომ ია უნდა დამემარცხებინა რა და ეს ხო და მე რა ქვიან ჩემი მეგობრები დადიოდნენ ბადრიკვაშილავა, ზური ქალდანი და ჭიდაობაზე და აი იქიდან მოხვდი. და მაგრამ ყველაზე მეტად ის იყო ბავშვობა, სადაც მთელი სოფელი ჩემი ოჯახი იყო. ეს არის აფხაზეთში, გულირიფშის რაიონის სოფელი ფშაფი, მე ვცხოვრობდი ქვემოშაფში. ეს არის ზღვისპირა და მიმდებარე ტერიტორია, გულირიფშის რაიონში ულამაზესი სოხუმის აეროპორტი. და ერთი დიდი ოჯახი იყო ეს სოფელი, რომელიც ძალიან დიდი იყო და სადაც არ უნდა ყოფილიყავი ზღვაზე თუ მდინარეზე, ფშაფი მდინარე ჩამოდიოდა. ესა ყველა მიცოდა რომ მე ნოდარ კურტანიძის შვილი ვიყავი. და იქ აი ამ ხელა დიდ სოფელში კიდევ გავიმეორებ, რომ არავის იმ ხელა მზრუნველობა იყო, რომ მშობლები ასე უდარდელად ბავშვობა ასე გავიზარდე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ აფხაზეთში ახლა თან გულირიფშის რაიონის სოფელი მთა და ზღვა ერთმანეთს ერწყმის და აი ამ ულამაზეს კუთხეში დავიბადე, საიდანაც აი პირველი ის იყო, რომ
ჩემი ასე ვთქვათ სპორტული მონდომება იყო რომ ძალიან მიყვარდა გამარჯვება და მარცხს არ ვეპუებოდი. ვახტანგ ბლაგიძე იყო თქვენი სტიმულის. ვახტანგ ბლაგიძე მე აღვიქვი რომ იმ იან დიმოვის წიგნში რომ წავიკითხე და რომ ნახე და მე არა ეს იყო ვახტანგ ბლაგიძე ეს 1980 წელს იყო პატარა ვიყავი მაშინ და რომ ნახე ეს მუხლები რომ მოიყარა და ღმერთს რომ მადლობა შესწირა გამარჯვებისთვის. და აი ამ მაგალითზე მე შემდეგ იან დიმოვის წიგნი წავიკითხე და მე ერთი ფიქრობდი იმას აი ხაზი მინდა გავუსვა რომ ჩვენი თაობა იყო ესეთი რომ ოღონდ ამენახა ეს ჩემპიონები გურამ საღარაძე ლევან თედიაშვილი ბოლო თაობა იყო ლერი ხაბელოვი და დათო გობეჯიშვილი ეს ორი ჩემპიონი ლევან თედიაშვილის შემდეგ ეს ორი დიდი ჩემპიონები იყვნენ რომლებიც იყვნენ სამაგალითო მაგრამ აი მე ალბათ ძალიან ბევრჯერ წავიკითხე იან დიმოვის წიგნი, იმიტომ რომ ჩემთვის გახდა ეს წიგნი სახელმძღვანელო, რომ ამ გზას გავყოლოდი და დიდი ჩემპიონი გამختارიყავი. მიზნები მქონდა, ვიწერდი ყველა ასე ვთქვათ მიზნებს და ეს იყო ძალიან პატარა მიზნები, ჯერ იყო რაიონის ჩემპიონობა, გულირვის რაიონის ჩემპიონობა იყო, შემდეგ აფხაზეთის პირველობა და მე რეგიონალური დასავლეთ საქართველო და მე ესეთი მაგრამ ჩამოწერილი ვარჯიშობდი დღეში. დღეში როგორ გითხრათ იმის გარდა რომ მე შემდეგ მე მოხვდი დახმარებით ჩემი მეგობრების ჯერ ბერძნულ ჭიდაობაზე დავდიოდი და შემდეგ იქ იყო ძალიან კარგი მწვრთნელები იყო ეროვნების სომეხი იყო სუმბატ ბუიკლიანი ჩემი მწვრთნელი ულამაზესი ადამიანი და შემდეგ სუმბატ მასწავლებლის შემდეგ მე გადავედი ეს სოხუმში რეზო თოდუა და მალხაზ ქუხიანიძე ძალიან კარგი ადამიანები და ბატონი ბარციც იყო სკოლის დირექტორი დიუსაშე იყო ასეთი დეცკი უნივერსიტეტская школа ესე რუსულად რო ვთქვათ ბავშვთა სკოლა სადაც აფხაზით ეროვნებით ბატონი ვლადიმერ ბარციცი იყო დირექტორი ძალიან კარგი ადამიანი და მეგობრების ჩევით მე მოხვდი ბატონ შოთა კიკაბიძესთან ბატონი შოთა იყო ჩემი არა მარტო მწვრთნელი არამედ აღზრდელი რომელმაც სწორი მიმართულება მომცა ცხოვრებაში ბევრი შრომა გიწევდა და ერაზე გიწევდა უარის თქმა ყველაფერზე უარის თქმა მიწევდა შრომა იყო იმის გარდა რომ მწვრთნელ სადაც ვარჯიშობდი იმიდან გული სოფლიდან ქვემო ფშაფიდან დავდიოდი სოხუმში 25 კილომეტრი იყო და სკოლასაც კარგად სწავლობდი ქვემო ფშაფის საშუალო სკოლაში და იქიდან როგორც კი დავამთავრებდი და მივდიოდი სოხუმში ლესელიძის ქუჩაზე იყო მაგრამ მწვრთნელს რომ ერთი სიტყვა ყოჩაღო რო ეთქვა ამისათვის 100-ჯერ მეც ვაკეთებდი ვიდრე ჩემი თაობის ნებისმიერი პარტნიორი და იქიდან რომ მოვდიოდი მე ჩამოწერილი მქონდა რეები ხელებზე აზედვა ტურნიკი და დამატებითი ვარჯიშები რომლებიც ღამის 12 საათი რო ყოფილიყო თუ არ შევასრულებდი და პლუს არ გავაკეთებდი რეულში არ ჩავიწერდი რომ დღის გეგმა შევასრულე და მოსვენება არ იყო. ანუ დისციპლინა და თქვენ ახლოს იყავით. ყველაზე ბატონ შოთა კიკაბიძემ ჩემმა და უდიდესმა მწვრთნელმა ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი იყო. საერთაშორისო კლასის საჯი იყო, მაგრამ აღზრდელი იყო რაღაც უნიკალური. მისი ერთი სიტყვა ჩემთვის ნიშნავდა ყველაფერს. და აი მე ვფიქრობ რომ ეს პატივისცემა და ამ გზის გაკვალვა მომცა იმ ტიტანური შრომის გადალახვის ძალა რომელიც მე ამ წლების განმავლობაში გავიარე. თუმცა შრომა ლუკა და რა მინდოდა მე თქვა დიახ იქიდან მივიდა რომ ერთხელ მითხრა რომ მე მეგობრები მყავდა პავლე პაპანდოპულო იყო ზაზა გოგუა იყო რომლებიც ტალანტები იყვნენ. აი უდიდესი ვირტუოზები იყვნენ რა აი მახსოვს ახლა პავლე საბერძნეთშია და თუ მოისმენს გაახსენდება ის რომ როგორ ვაფასებ მე მას და ზაზა გოგუა რომელიც უდიდესი ტალანტი იყო მე მათ ჰქონდათ ეს რაღაცა ძალიან დიდი მონაცემები მაგრამ მე მქონდა მე ვიყავი შრომის მოყვარე ისინი თუ ერთს აკეთებდნენ მე 100-ს ვაკეთებდი 10-ს კი არა 100-ს
და აი ამ წლების შემდეგ ბატონ შოთა კიკაბიძემ თქვა რომ მეგონაო რომ ეს ტალანტიო, ბუნებრივი ტალანტი იყო ისა, მაგრამ ყველაზე დიდი ტალანტიო არის შრომის მოყვარეობა. მიზანი და შრომის მოყვარეობა. ანუ დისციპლინა, მიზნის დასახვა, მერე დისციპლინა და შემდეგ შრომის მოყვარეობა. ანუ ბავშვებს ამას ურჩევთ თქვენ. სამი რამ განაპირობებს დიდ შედეგებს, წარმატებებს. ეს არის რომ მიზანი უნდა დაისახო, შემდეგ დისციპლინა და ტიტანური შრომა. რომელიც ნებისმიერ ადამიანში დევს ეს დიდი ტალანტი, რაც მამა ღმერთი აძლევს თითოეულ ადამიანს, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი თავისი არსით არის უნიკალური, რასაც ჩვენი უწმინდესი ილია მეორე ამბობდა, რომ თვითონ საოცრება, რაც არის ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი არის ადამიანი. და ეს საოცრება დევს ყველა ადამიანში, შიგნით. მის სულში, მის გულში, მის შესაძლებლობებში. ამიტომ ნურავი იფიქრებს, რომ რაღაც პატრონი ჭირდება, ყველაზე დიდი პატრონი უფალი ღმერთია. ჩემი მშობლები იყვნენ ჩვეულებრივი გლეხი ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ კოლმეურნეობაში და რაღაც განსაკუთრებული ყველაზე დიდი რაც ჰქონდათ მათ ესე წესიერი ადამიანები იყვნენ. და მასწავლეს და მომცეს ის რომ შრომით ყველაფერი შესაძლებელია. დანარჩენი ჩემმა აღზრდელმა, ჩემმა რომელიც ძალიან მენატრება ბატონ შოთა კიკაბიძემ მომცა გამიკვალა გზა და წლების შემდეგ მან თქვა რომ ყველაზე დიდი ტალანტი არის შრომის მოყვარეობა. და ამ შრომის მოყვარეობა არის მესამე დისციპლინა, პირველი არის მიზანი, შემდეგ დისციპლინა და მესამე არის რომ მისთვის აი ამ მიზნისთვის გააკეთო და იშრომო ოღონდ მიზნობრივად. კი ბატონო. აი ეს არის ყველაფერს შეძლებ. არავისი პატრონობა არ ჭირდება, თავის და მიზნების პატრონი ხარ თვითონ შენ ერთი ადამიანი. კი ბატონო. მოდი სპორტთან ცოტა პირად ცხოვრებაზეც გადავინაცვლოთ. პირი რო არ გაგვიშურეს, შევსვათ აგერ. დიახ. მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვა ლუკა. შენაც განთავისუფლდი. დიახ. როგორც აღვნიშნეთ, პირველი ინტერვიუ დღეს ჩემთან გაქვს. გვაინტერესებს ყველას სახელოვანი ფალავნის თვალით დანახული ცხოვრება გიცოსებს მიღმა როგორი არის? როგორი დაგხვდა, როგორ მიგიღეს სპორტსმენი რომ იქ აღმოჩნდი, შენთვისაც წარმოუდგენელი იყო და იმათვისაც, ხო? იშვიათობაა და ან რითი იყავი დაკავებული? იქ თუ ჭიდაობდი? დიახ. პირველ რიგში მინდა რომ ნებისმიერმა ადამიანმა ეს არ არის დიდი სპორტსმენი ხარ, პრეზიდენტი ხარ, პრემიერ-მინისტრი ხარ, თუ ძალიან დიდი ღვაწლს განვლილი ადამიანი ხარ, ცხოვრებაში ისეთი ნათელი ფერებით არ ხდება. ყველაფერი შესაძლებელია რომ ცხოვრებაში მოხდეს და არავინ არ არის ამისგან დაზღვეული. და ამიტომ მე მინდა რომ მომავალთაობას და ჩვეულებრივ მსმენელსაც უთხრა რომ არაფერი ტრაგედია არ არის იმაში რომ მოვლენებიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ მოხდე იქ სადაც არასოდეს არ იფიქრებდი. იყო დღეები, როდესაც მე ვფიქრობდი რომ ეს არის სიზმარი და დავიძინებ და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი სოფლიოში ვერ ეტევი და ძალიან გეპატარავება სოფლიო და ხარ მთელ ესე ვთქვათ დიდ მოძრაობაში და უცბად 16 კვადრატულში ხვდები. მაგრამ არის იქ ის სამყარო რომელიც ძალიან საინტერესოა. პირველი რაც რომ მოხდი საპრობილეში, პირველი ეს ვიფიქრე რომ ეს ის სამყაროა, რომელიც მე წიგნებიდან ვიცოდი, ფილმებიდან ვიცოდი და სხვადასხვა რამ მსმენია. იყო შიში, რომელიც ვაითუ ეს იმის შიში კი არა, რომ ფიზიკურად რაღაცა მოგივან და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ შეძლებ თუ არა, თუ ის ვერ მიიღე, ანუ ის მიიღე, რაც შენ გესმოდა,
და ვერ აიტანე ეს, იმიტომ რომ შენ მთელი შენი ცხოვრება შენ სახელმწიფოს ემსახურებოდი. და მიუხედავად იმისა, რომ შენ პროვოკაცია მოგიწყვეს და 1000 ხრიკი იხმარეს იმისა, რომ შენ იქ მოხვედრილიყავე, მოხდა ესეთი რამ და შემდეგ მოლოდინი გაქვს, მოლოდინში ხარ, ვაი თუ ის რაც შენ გესმოდა ის იმას აიტან თუ არა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც თავის მთელი ცხოვრება ქვეყანას ემსახურება და იხარჯება იმისთვის, რომ ჰიმნი, დროშა და ერი და ერის ღირებულებების გამარჯვება და ამას იზიარებდა უცბად რაღაც ისეთ რაღაცა, რაც შეიძლება შენ ვერ იცი, ისეთი რამ გაკადრონ, რაც შენ ვერ მიიღო. გაგიჭირდა ლუკა? აი ამისი გადალახვა გამიჭირდა, მაგრამ ერთი რამ არის. მე ვიყავი ლაითურის, ეგეც გურიაშია, ლაითურის პირველ საპყრობილეში. მე ვფიქრობ, რომ სოფლიოში მე მთელი ეს არ ჩამითვალოთ ამ პარტნიორებში, ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი და ბევრი რამ გამიგია. და ერთი რამ შემიძლია თქვა, რომ ეს საპყრობილე, რომელიც საპყრობილე, სადაც მე ვიყავი, სადაც 400 ადამიანი არის პატიმარი, სახელმწიფო მე ახლა სახელმწიფო პოლიტიკურ მოვლენებშიც ვიყავი და ასე თქვა და შემიძლია ეს განცხადება ასედაც თქვა, რომ იმ სახელმწიფოს, რომელსაც ასეთი ასე თქვა ძალიან ფაქიზი, ძალიან გრძნობიარე ინსტიტუტი, რომელსაც საჯარო აღსრულება ქვია და საპატიმრო ქვია, ასეთი დონის მე არ გამიგია და ვიტყვი თამამად, რომ საქართველოს უნდა თქვას, რომ როგორც სახელმწიფო შედგა. მე ეს ანალიზი თქვენ ახლა შეიძლება ბევრს და ბევრს გაუკვირდეს, რომ ახლა ციხე არა, მე ვიტყვი ასე, ჩემს ტკივილზე მაღლა დავდგები და ყოველთვის ვისაც ვემსახურებოდი მე, ეს არის ქართველი ერი და სახელმწიფო საქართველო. სახელმწიფო საქართველო მთელ სოფლიოში შეუძლია წელგამართული თქვას, რომ ასეთი მგრძნობიარე ინსტიტუტში, როდესაც ასეთი მომსახურეობა, ასეთი პირობებია, რაც იქ არის, ვისაც დაინტერესებს, ნებისმიერ შეუძლია რომ სუბიექტურობაში არ ჩამითვალოს, მაგრამ როგორ ვიქნები სუბიექტური, ხო? ვიყავი საპყრობილეში, ძალიან დიდი რაც არ უნდა ოქროთი და ვერცხლით რო იყოს მოჭედილი, ეს არის ადამიანისთვის ყველაზე დამთრგუნველი ადგილი, სადაც მას ეზღუდება თავისუფლება. მე დათო გეტყვით იმას, რომ ადამიანისთვის სიკვდილი უფრო ადვილია, ვიდრე თავისუფლების აღკვეთა. და იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც მე მოხვდი, მაგრამ უბრალოდ იმ მოპყრობამ, როდესაც წყალი, ცხელი წყალი, გათბობა, კონდიცირება, ვარჯიში, ფიტნეს ცენტრი, სოციალური მომსახურება. ფიტნეს ცენტრი აგერ პრაივეტი თუ გინდა ვაუჩერს მოგცემ და ვიაროთ ერთად. ყველაზე კაი რა ვიცი, დასვენება აქ იქნება. უბრალოდ მე გეტყვით, რომ არანაკლები პირობები არის იქ და თვითონ თუმცა არავის არ ურჩევ. რა თქმა უნდა, მაგრამ თითოეული მათგანი თითოეული იქ მომსახურე პერსონალი, მე ვამბობ მე მომსახურე პერსონალი და არა ოფიცრები, რომლებიც საჯარო აღსრულებად მუშაობენ. მე მინდა თითოეულ მათგანს მადლობა უთხრა. ბატონ ნოდარ ქინქლაძე არის საჯარო აღსრულებად იმ ციხის ლაითურის ნომერ პირველი ციხის დირექტორი, რომელიც პირველ რიგში არის ადამიანი და თითოეული 400-ვე პატიმარის მზრუნველი ადამიანი, რომელიც ყველა პრობლემას უგვარებს. შეიძლება მითხრა, ლუკა, ისე მე ვარჯიშობდი მე შეიძლება ციხეში რო უყურონ ჩვენ გადაცემა შენი. რა თქმა უნდა, 25 არხია. 25 არხია და თუ და სოციალური ქსელით ახლა თუ თვითონ პატიმარი ვერ ნახავს, ყველას ყავს პატრონი და ჩვენი ხმა ყველგან მივა, ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ძალიან მოკლედ გამიგრძელდა, მაგრამ ეს გეტყვით, რომ ის 7 თვე, რომელიც მე იქ ვიყავი, ეს არის 215 დღე და 215 ღამე. ყოველი დღე იყო ჩემთვის 22 კილო დავიკელი, ძალიან
დიდი ძალიან დიდი დარდი, სევდა და ერთ რამეს ვიტყვი ძალიან ისე, რასაც მე იგრძნობდი. ნებისმიერი პატიმარი, რომელსაც ყველა პირობები აქვს იქ შექმნილი სახელმწიფოდან. არის 400 პატიმარი ხო არის? 400 სევდა, 400 დარდი და 400 იმედი. აი ეს არის მე არავის არ უსურვებ. მე ყველას განთავისუფლება გამიხარდა. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ასე თქვა სხვაობისა, როდესაც ჩემზე წინ განთავისუფლდნენ ადამიანები, არ ვიტყვი ახლა სახელებს და გვარებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან საქართველოს რეალობაში, ყველას განთავისუფლება გამიხარდა. გამიხარდა მათი შვილების, მათი ოჯახის წევრების სიხარული, როდესაც ისინი განთავისუფლდნენ. და ერთი რამ მინდა ბოლოს აი ამაზე თქვა. ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის მინდა რომ იცოდეს ყველა იქიდან განთავისუფლებულმა ადამიანმა, ყველაზე ძვირფასი რასაც უფალი ღმერთი გვაძლევს, ეს არის თავისუფლება. ყველაზე და თავისუფლება არის ძალიან ლამაზი, როდესაც არის სიყვარული. და ამ ორი გრძნობა, რაც არის ადამიანისთვის უფლისგან, უფალი ღმერთისგან პოძებული, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. და იქიდან გამოსული ადამიანი, პატიმრობიდან განთავისუფლებული ადამიანი არ მწხვენია ამისა, რომ მე საპატიმროში ვიყავე. ეს ჩვენი თაობა იყო, რომ ციხეში თუ მოხდი, ეს სირცხვილი იყო. არა, იქ არიან ძალიან ძლიერი ადამიანები. იქ არიან შეცდომილი, მაგრამ შეცდომილი დანახული ადამიანები, რომლებიც 1000 ვისაც გონია აქ რომ მართალია, 1000 ადამიანს ჯობია იქიდან ერთი შეცდომა დანახული ადამიანი. ასე რომ იქ ვაშკაცები არიან, იქ გმირებიც არიან და მე მინდა თითოეულ მათგანს ხნეობა და იმედი რომ ისეს მამა ღმერთი. ლუკა, რა მითხარი, იცი, რაზე ნანო, რა შეცვლიდი რომ შეგეძლოს? ანუ ვის ატკინე გული, ვინ გატკინა გული, ვინმეს მე ერთი რამ ცხოვრება რომ მასწავლა, რომ მე იქ მოხვდი, იმიტომ რომ ვენდე ძალიან დიდი დოზით ადამიანს და ვიტყოდი რომ ყველა გრძნობა რაციონალურად უნდა გახარჯა. არ შეიძლება რომ იმხელანდობა მიცე ადამიანს რომელიც შემდეგ ამას ბოროტად გამოიყენებს და სიხარბისგან თუ სიბოროტით ახსავსე ადამიანს მისცემ უფლებას რომ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენოს. ამიტომ ყველა ვისაც მე ჩემ რჩევას ამხელა ტკივილ გამოვლილი ადამიანი, განსაცდელ გამოვლილი ადამიანი ყოველთვის დოზირებული არის აუცილებელი, როდესაც დოზირებულად უნდა გასცე ყველაფერი. იმდენი უნდა გასცე, რამდენსაც გთხოვენ. იმდენი არ უნდა გააკეთო, რომელიც შემდეგ შენ ავად მოგიბრუნდება უკან. ასე შემიძლია მე ვთქვა, იმიტომ რომ ქართველ ადამიანს, ქართველ კაცს საჯაროდ იმაზე საუბარი, რამაც განსაცდელი და ტკივილი მოაყენა და თუ ეს ეხება ისეთ ადამიანებს, რომელსაც თვლიდი მე რომ ის ძალიან ძვირფასი იყო, როგორც ქართველ კაცს, როგორც მე გავიზარდე, არ არის ლამაზი რომ საჯაროდ ვილაპარაკო. ამისი ყველაზე დიდი მოსამართლე არის უფალი ღმერთი. და ყველას თავისას მიეზღება. ყველას ერთის მიმართ როგორც ვიხდი იმედგაცრუებული ხარ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული რბილად რო თქვა ესე არის, მაგრამ სხვის უბედურებაზე ბედნიერი არავინ არ გამხდარა და ბუმერანგი ისე ტრიალებს და ისე ბრუნდება, ძალიან წარედ უბრუნდება შემდეგ ბოროტის მქნელს. აი ასე არის. ლუკა, მაშინ ეს მაგრამ მე არ ვიქნები, მე ვცდილობ რომ ვიყო ასე ვთქვათ, შემწყნარებელი, პატიებელი, მაგრამ მებრძოლი ადამიანი ვარ და იმასაც ვიტყვი, რომ არავის არაფერი არ შერჩება. ლუკა, მაშინ ესეთ კითხვას დაგისვა, დათა თოშხია, ყველას კარგად გახსოვს და იქ არის ესეთი მომენტი, თვითონ დათა რო ეკითხება, რომ როგორ უნდა მოიქცეს კაციო, რომელმაც ყველაფერში იმედგაცრუება ნახავ და ამისთვის ყველაზე კარგი წამალი დედა ეკლესია არისო და შენ ეკლესიური კაცი იყავი ხარ და მე ერთი რამ მინდა ხედავ გამოსავალს რა უნდა აკეთოს კაცმა, რომელმაც აი ბევრ რაღაცაზე გული დაწყვიტეს. როგორ აიცით, არსებობს ორი აღქმა. ბიბლიურად ორი აღქმა არის, ახალი აღქმა და ძველი აღქმა. უბრალოდ ზოგჯერ მე როგორც მებრძოლი ადამიანი, ზოგჯერ ძველ აღქმაში ვრჩები ხოლმე. კვილი კვილის სწორს, თვალი თვალის სწორს.
მაგრამ არის ახალი აღქმა, სადაც პატიება, შენდობა, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ მე ვაგრძელებ სიყვარულით სულას. და ვინც ბოროტებით არის გამსჭვალული და ყოველდღე რომელიც მოკლებულია სიყვარულს, ხო? ის აღმოჩნდება იქ, სადაც მისთვის არაკომფორტული იქნება. ასე რომ ზოგჯერ ძველ აღქმაში გადავდივარ. მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, ქარავანი მიდის, ძაღლები ყეფენა. და იყეფონ ძაღლებმა და ქარავანმა იაროს იმ გზით, რომელსაც სიყვარულით და მართალი გზით სიარული ქვია. რაც შეეხება ერთ ბოლოს ვიტყვი, ჩვენმა უწმინდესა ელია მეორემ ერთი დღე, ესე იგი მე რაც მომისაჯეს, ყველა დღე გავიარე ბოლომდე, არც პრეზიდენტსაც მიმართე შეწყალებაზე, მაგრამ არ შემიწყალა ის ძალიან თბილი წერილი მიმართეს, იმიტომ რომ 90% სასჯელის უკვე მოხდილი მქონდა და ვფიქრობდი რომ შეწყალებაზე მიმართე პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან მჯეროდა და ახლაც მჯერა. მაგრამ ალბათ იყო რაღაც ისეთი პოლიტიკური მოვლენები, რომლებთაც ალბათ ვერ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და მაგრამ უწმინდესმა რამოდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ მომეფერა ჩემი და საქართველოს პატრიარქის მეგობრობა, თუ ესე შემიძლია თქვა, რომ ზუსტად 30 წელს მოიცავს. ანუ კაი დიდი ხნის მრავალწლიანი ურთიერთობა გაქვს პატრიარქთან. 1996 წელს დაგულოცა პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც ოლიმპიურ თამაშების გამგზავრების წინ მთელი ოლიმპიური ნაკრები დაგულოცა და 2026 წლის 26 თებერვალს ერთი დღე და ღამე მაჩუქა პატრიარქმა სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის არის უწმინდესის თხოვნით, რომ პატრიარქი ჩუქნის ყველა პატიმარს ერთ დღეს და ის ერთი დღე 24 საათი არის მთელი საუკუნე საჩუქარი იმ ადამიანისათვის, რომელიც თავისუფლებას ელოდება. და მე მინდა მთელი ერის წინაშე მოვეფერო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც ეს 30 წლიანი მზრუნველობა აი ბოლოსაც, როდესაც ძალიან დაუძლურებული იყო, ხო, აი ერთი დღე მეც მაინც მაჩუქა და მომეფერა ეს. აი ესე დავემშვიდობე მე პატრიარქს. მე კიდე ისე დაგემშვიდობები, ლუკა, რომ ის ერთი დღეც აღარ დაგჭირვებოდეს არასოდეს და სულ თავისუფალი ყოფილიყავი, სულ გამარჯვებული ყოფილიყავი და როგორც შენ გინდა ისე გეცხოვროს და ისე ყოფილიყავი. მე მინდა უბრალოდ ყველას უთხრა, რომ აი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ, 5 გზის ევროპის ჩემპიონი, 2 გზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ვეტერანებში 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს ყველა. ხო, ლამაზად ჟღერს ეს ყველაფერი. მაგრამ ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია, არაფერს არ უნდა შეუშინდე ადამიანი. მე ერთი რამ ამ განსაცდელით, რაც მე ბოლოს გამოვიარე, ამ ხელა ტიტულების მქონე ადამიანმა, ხო, ერთი რამ კიდევ შევიძინე, ეს არის რომ იმას, რასაც ჩვენ ადამიანები არ ვაფასებთ ყოველდღიურად. ეს არის თავისუფლება, სიცოცხლე და სიყვარული. როდესაც ადამიანს შეგიძლია თავისუფლად გადაადგილდე და ამ თავისუფლებას, ყოველ გათენებას და დაღამებას უფალი ღმერთი გაძლევს ყოველგვარი ბრძოლის გარეშე. ეთახები და ეს დავამატებ, რომ ბავშვებმაც გაითვალისწინონ, ეს არის ჯანმრთელობა. დავაფასოთ და ვიარო სპორტულ სექციებში აუცილებლად ვითამაშოთ ფეხბურთი, კალათბურთი, ვივარჯიშოთ ნებისმიერი სახეობა, უბრალოდ სპორტულად ვიცხოვროთ. არა ალკოჰოლს, არა სიგარეტს. რა თქმა უნდა. და სპორტულ ცხოვრებას პროპაგანდა გაუწიოთ ყველამ ერთად. რა თქმა უნდა. მე მინდა ქართველი სპორტსმენი რომ ამას მოუწოდებს. ჩემთან ერთად მე მგონი ცუდი არ იქნება. ეხლა ისეთი სტუმარი შემოგვიერთდება. იმის მოწოდებებიც მე მგონი ძალიან გასათვალისწინებელი და ყურადსაღები იქნება. კი ბატონო, მე მინდა მომავალ თაობას ერთი რამ უთხრა, რომ მიზანი დასახეთ, მიზნისთვის იშრომეთ და აუცილებლად მიიღებთ შედეგს, რომელსაც ერისა და ქვეყნის სიყვარული ქვია შემდეგ. ეს დაგიბრუნდებათ ყველაფერი ასმაგად უკან. დიდი მადლობა ლუკა, საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო აღსარებისთვის, შენი განვლილი გზის
გაზიარებისთვის, მადლობა თქვენ. ბავშვებისთვის შევადარიგებების მიცემისათვის და სულ თავისუფალი გევლოს მთელი ცხოვრება, მაგას გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. ბრძანისში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, საცხოვრებელი კომპლექსის ახალი სტანდარტი იქმნება. კერძოდ, GVG Development-ი გიორგი გურამიშვილის 16-ში 7200 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენებს პროექტს, რომელიც 4 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. კომპლექსში არქიტექტურა, ბუნება, თანამედროვე ტექნოლოგიები და დეტალების სიზუსტე სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. აქ თითოეული გადაწყვეტა იმაზეა გათვლილი, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობაში მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი ჰქონდეთ. ელექტროავტომობილების საერთო დამტენები, მიწისქვეშა ორდონიანი პარკინგი, საოფისე და სამუშაო სივრცეები, საბავშვო ბაღი და ასე შემდეგ. სპეციალურად შემუშავებული აპლიკაცია კი მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მარტივად დაუკავშირდნენ კომპანიას, კამერებით დააკვირდნენ ბავშვთა და რეკრეაციულ სივრცეებს, შემოუშვან სტუმრები და გააქირავონ ან დაჯავშნონ პარკინგი. GVG Development-ის ფილოსოფია მარტივია, ხარისხი, რომელიც არ არის დროებითი. შესაბამისად, ეს პროექტი მომავალ თაობებსაც გაუძლებს. GVG Development-ი, არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს მომავალს.